სამი თუ ყავდა, ზუკას როგორ დამიმალა თეთინო, არასოდეს ვაპატიებ, ნუ გაი გეუბნები რა. კარგი რა, სამშვილს რა უჭირს, 5 ცოლი ყავდა, მე რაღა უნდა ვთქვა. ვაი მე ხარ რაღა უნდა თქვა, თავის დროზე უნდა გეთქვა არა. ეხლა მართალია თამარ. მეც აი ვერ ვაპატიებ ვერანაირად ზუკას კაცო. არ ვამართლებ არანაირად. რა არის კაცო ეს სამი ბავშვი ესე უცებრო გამოაჩინა. ნელ-ნელა მაინც გამოიჩინა. ასე გამოჩნდეს თვითონ აი ამ სახვევებიდან და გავცემ პასუხს. ეხლა მართლა რა თამარ. ეხლა ესე უარყოფითადაც ნუ შეხედავ ამ ფაქტს კაცო. დადებით თვალით შეხედე. ეხლა წარმოიდგინე თამარ. საღამოს რომ მოხვალ დაღლილი. ერთი ჩანთას გამოგართმევს. მეორე ვახშამს გაგიწყობს. მესამე ჭურჭელს გარეცხავს. მეოთხე თამარ შენ მაგზუკას უნდა დაშორდე და ვინმე 4 შვილიანი კაცი უნდა ნახო. არა ყო, ჩემ თავს გაფიცებ რა. ისე კეთება. 4 ბავშვი, პირდაპირ ტყუპები. ბოდია. შეიძლება მაინც ჩემ დასოლაპარაკები სერიოზულ საკითხზე და მაიმუნობს ესე. თამრი ისე მართალი გითხრა, ხო იცი ხო, მე არ მოგატყუებ. როგორი ლამაზი ბავშვები, დაწკრიალებული ბავშვები ყოლია ზუკას. ესე დახატულები შემოცვიდნენ პალატაში. ვაკეთებანეგერს ნუ ამბობშე რა, ეხლა ზუკას რაიჭირო ზუკას გვანა. იქნებ დედას გვანა ბავშვი. ხულია ხალხო ზუკას არ შევურიგდები. გაიგე შენ, ესე იგი, ხელი საცხოვნელად მოდის ბიჭი და თურმე სამი შვილის მამაა. გესმის შენ? თავს გაფიცებ ახლა არ გაიგეთი. სხვათა შორის თამარ, ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვები არიან. ძალიან კარგად აღზრდილი. აბა ჩვენებს კი არ გვანა. როგორ შემოვიდნენ, დაინახე, შემოვიდნენ და მამიკო, როგორ მოგვენატრეო და ჩაიხუტრი და დაადეს თან. ჩვენები კიდე შემოცვივდებიან და დედა ლობიანი დარჩა. ხაჭაპური გამიცხელე. ისე კიდევ გააცხელე მართლა ის ლობიანი და ხაჭაპური. როდემდე უნდა ვიტყვინო ამის მაიმუნობა. თამრი შენ კიდე რა მოგივიდა გოგო. მომისმინე, დამიჯერე. ზუკასაც უნდა შეურიგდე და ის ბავშვები შენ უნდა გაზარდო თამრი. გაიხსენე პრებედინა მობლები რო დაზარდა. მოყევი ყველაფერი. გაიხსენე ხო გახსოვს უდაზარდა პრებედინა მობლები ხო გახსოვს არა როგორი ძლიერი ქალი იყო. შენ ძლიერი ქალი ხარ თამრი, უნდა დაზარდო ბავშვები. მეც ყველაფერში დაგეხმარები ხო? აი რაც მექნება ყველაფერ შუაზე გაგიხობ. აი შეხედე, 2 ჭარხალი, ერთი შენ ერთი მე. რა მოგივიდა გოგო, რა მოგივიდა. ეთევან, მე ხო აი ბავშვობაში რო კითხულობდი ხოლმე ზღაპარში ამ დედინაცვალზე ხო რო წავიკითხავდი, ზუსტად თამარისნაირი ქალი წარმომედგა. აი ასე ზუსტად თუ ახდებოდა, აი ერთ-ერთი თუ ახდებოდა რას წარმოვიდგა. მიდი შენ ახლა გააკარი რა. თუ შემითხარი როგორ შენ გააღლა. მოდი არა მოდი. როგორ ხარ? კარგად. შედაბაა თქვენ? კი, მოდი. აი ახლა ლაპარაკობდი ზუსტად ზუკაშვილებზე. მე ის ანანურო. ეხლა ხო აი ზუკამ და თამარმა კიდე 1-2 ბავშვის თუ შეამატეს თავიანთ ოჯახს. მერე უკვე თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ სამინისტროს მოვთხოვოთ რომ ამათ ოჯახს მიანიჭოს საბავშვო ბაღის სტატუსი. მოდი გოგო რას ჩვენ შენამას. მოდი. და ისეთი კაი იდეა ქონდა. და მე კიდე დავიფიქრე, იცი ლაშა, წარმოიდგინე რამე დღესასწაული რო იქნება და რომ გადავწყვიტოთ რომ ყველა აღნიშნოთ ოჯახები და რო წავალსადმე შეშენი ცოლები, თამარი თავისი შვილები ერთი რესტორანი არ გვეყოფა. რას შენობ? რას გაუღეკარი? შენ ახლა მომისმინე ქალბატონო ისედაც არ ვარ შეხასიათე და მეორე. ხო იცოდი ზუკას შვილები რომ ყავდა, რატო არ თქვი, რატო არა მოიღე ხმა? არა გამორიცხულია, მე ზუკას არ შევხვდი გაიჭირე. არა გამორიცხული. ჩემი არა ნიშნავს არას. ერთი გადასარევი შვილები ყავს ეს ერთი. და მეორე რო ისახი არ მინდა ორი. ერთი ბავშვებს კითხე იმათ რა უნდი ხარ? გოგო შენ საერთოდ საერთოდ არ მოსუარ ახლა მე აქ ზუკაზე სალაპარაკოთ. იცით რა მოხდა? მიდიოდი სადღაც და გავიარე თქვენ სადარბაზოსა და იცით რა
რამდენი პატრული გასხალხო, გამისკდა გული გამოვხანდი მაშინა რომ ვიფიქრე რა ხომშვიდობა თამარი დასაბმელი ხო არ გახდათ ხო? არაფერია ეს საკუზე, სპანდერაშვილების ბინა გაქურდეს ქურდებმა. ბინარი დასაბმელი. როდი გამახსენე? ბინარი დასაბმელი. მოვჩები და მოვხედა. კარგი თქმა, მაგალითად ეს პანდერაშვილები კი გაქურდეს კაცო და ჩვენ თხილად ვიყოთ ახლა. მაინც პანდერაშვილები გაქურდეს და ჩვენც თხილად უნდა ვიყოთ სახში ხო? შენ რა გენაკლება? არა რა გენაკლება? ოქრო და ვერცხლი მიაქვთ იმათ, მათი ვარსკი არ იპარავენ. მართა, მე თამარ მეც მაგას არ ვამბობ კაცო, ოქრო და ვერცხლი რომია? ამ სახში ოქრო ხარ შენ. თამარი რომ მოიყაროთ? აი ხალხო. სასაფო დავრეკოთ გავაფრთხილოთ ცხეიზეები, არ გაქურდონ. რაც მაგათ სახში ოქრო და ვერცხლი აქვს ეხლა თქვენ ჩემზე კარგად ხო იცით რა? ხო გამოდენილი აქვს და ოქრო და ვერცხლი და სიმდიდრით ეს მარიკა სულკი წუწუნებს. მე კარგად აქ დაცილი ერთი შენი ჭირიმე. აი მე ხალხო კარგი და ჩხეიზებს ქორდაბმა ისეთი რა უნდა დააკლო, დაცომრო დააკლო უკვე. ის გადადი აიძვიდა. ის შენზე ცუდე დამში. ეხლა დაანებეთ, ამ აივანს დაანებეთ თავი კაცო, ხო ხედავ არა გვაქვს კარგად დაცლი. კაბამაცვია გოგის ნაჩუქარია ოქროს და ჭეცაც მაჩუქებს ეტა რამდენ გრამია შეჭედი და მოვწ რა? თორე გეხუმრე რა იყო ჩემი ხუმარა ხმარი შემომხედე აი ხო ვარ ნამდვილი მხვიძა რომ ზეთუნახავე აბარა ხორცილში დაჩრდილა ყველას ხა 1200 კაცი იქნება მაგრამ 900-ს დაჩრდილა დღეს არის ჩვენი ქორწინების დღე აი მე რა ბედნიერი ვარ რა უნდა კითხვიცი ლოკების დამცავი კრები ხო არ აქვს მან კიდო რატომ არა იმდენმა ადამიანმა უნდა გადამკოცნოს რომ ჩავლენ ყიმალი ზლამდე მოსულყება ვინ არის სად არის მამაში გინდა თუ არა მე უნდა გაჩუქო პიჯაკილა მოვიდეს როზე ესე ხო წამოვა აი მოვიდა ჩემი მამიკო გოგი რა მოუთმენელი ხარ ჩემო უპიჯაკო ამას უყება სიხარული ეხლა შენი ხავი რა სანამ კაპიტი გახვალ გამოხო მე გავა ხო კაი უხტვენი ჭირიმე უხტვენი ჭირიმე დამენახე გგენაცვა რა აი გოგი აი შენი პიჯაკი იცი როგორ უნდა იყო აი დაფესავით უნდა იყო დაფესავით აბა მამა ჩემი პრინცია ეს ძალიან ბევრი საკითხი მოკლედ ეს მუსიკოსები წუბრები იქისაო საიდან დავიწყო ვიცი შამპანი ვიწოდო ვიწყოთ გენაცვა ჭკვიანი სიძე რო გიყოლება რა ჭკვიანი სიძე რა აბა რა ხო მაგრამ რა უნდა კითხოს იცი მე მგონი ძალიან დიდია ეს პიჯაკი ბატონო ავთო იქ პიჯაკი კი არ არის ბიჭო დიდი შეხარ პატარა შე ჩემი ციცქნა და ჩემი ცეროდენა ცეროდენა მართლა ძალიან დიდია აი სალომე შენ ხო ყავს ბავშვი ეს კაბის ბოლო რო წამოიღოს ხო და მე დამჭირდება ბავშვები ეს სახელები რო წამოიღო გოგი მომისმინე ეხლა აქედან მივდივართ ჩვენთან მე შენ ბრუნდები მოდიხარ შენ ნათესავებთან მე ავდივართ თაწმინდაზე მე მივდივართ ბიუროში მე რესტორანში ქორწილის ფელი აზრი ხო დალევა და რატო ვართულებთ ვერ გავიგე მე ფუნიკულორზეც მინდა და მცხეთის დათვალიერებაც სალომე მომისმინე ორივეს ერთად ვერ მოვასწრებთ ამიტომ ფუნიკულორზე რო ავალთ იქ ხო არის დიდი დურბინი და იქიდან დავათვალიერებ მცხეთას შენებს უთხარი აი ხე შეჯიბრი კასტრება რაღაცები არ იყოს მოდი კარგად გემრიოთ ამასაც ჩავატარო თესლამაზი დღე აუ რა შეჯიბრი მამა იმდენი მანქანით ვიქნებით რომ ნეტა საცობი არ შევქმნათ აი ეს პიჯაკი გეფიცები ძალიან კარგად გიქნა ხო რა ვიცი მაინც ვეცდები რომ ხელის მოწრები ცოტა ტანი ავიყარო უფ რა ბოშია შეხედე ყვანილს ჩავყარე და
ეხლა 5 წუთში უკვე, კიკი, ეხლა 5 წუთში უკვე სად იქნება, ჩაიხარშოს ცოტა. ესე იგი, რა გამოდის ეხლა? ესე იგი, რა გამოდის? თამარი თუ დედინაცვალია, ქეთევანი დეიდანაცვალია. მე ბიძანაცვალი. ეშკო და გიორგი დეიდაშვილ ნაცვლები. კაი, არის ნერვიულო, ჩემთვის დამთავრდა ყველაფერი. მორჩა. რას ქვია დამთავრდა? დამთავრდა არ გამაგონოთ, მაგრამ თუ დავიწყე ახლა, ხო არ ვიცი რას ვიზამ, თუ დავიწყე. მე პრობლემა იმაზე კი არ მაქვს, სამი შვილი რო ყავს. რომ დამივალა იმაზე. კარგი, რა მოგივიდა ახლა, შენ საი კეთილი თვალით შეხედი ამ საქმეს. აი შემომხედეთ ამის ხუთჯერა შენ ჩემი. ეთყობა ზუკას უნდა და ცოტა მოგვიანებით აეხსნა თავისი ოჯახური სიტუაცია, მოგვიანებით გაეცნო შენთვის თავისი დახატული შვილები. თამრი გემუდარები შეურიგდი, დაქორწინდით, კარგი ქორწილი გადაიხადეთ, მარტო გადადით საცხოვრებლად და შვილებს ჩვენ გაგიზდით. აქ დამიტოვე შვილები. გადაიდათ ქეთევანი ახლა ჩვენი შვილებიც დედაჩემთან არიან ფაქტიურად იქ არიან ძირითადად. ბავშვები აქ ხო და ესენიც მიემატებიან. მოვიდა ერთი. მოდი დათო, მოდი. მე სარად იყასო, აი გაჭყოფილა საქმე. მე სარად რატო გამშვიდა, რატო დამიწნებეთ? სამი შვილი რო არა ყავს იმითო, ხედავ შენ. რა, ნახე. ანცარა ხარ ამ ხელაკაც. მიდი ხო დაჭერე. აი და კარგი ჯარხი. ჯარხი, მოდაჭიკი. ისე შესანიშნავი დედინაცვალი იქნები, კი? თვალების გაჩვა შენ არ გეშლება და ტვილი და რა ვიცი, აბა. გადაგიდი ჩემი ხვედერი, ა? სა! რატო იშლი ნერვებს, ჩემი მოსაბუნებელი ხარ მე. ეხლა ეხლა მაგიტო ხარ მიწნეს ბავშვების გამო. ის გასაგებია რომ ეხლა კარები ჩამეკიდა და რომანტული ვახშამი ვერ გამომივიდა, მაგრამ ეხლა ბავშვების ბალდი ხარ მართლა. ერთი უნდა ჩავიდე უბანში, მოვკრიფე ეს ბავშვები, პატრონიანები და ამოვიყვანო ეკასთან და უთხრა რომ აი შეხედე რამდენი შვილები ყავს. არ გამოვა ვითო. ქეთინო. ბატონო. მე მივდივარ ახლა კლინიკაში. დღეს იმ ბაჟბატონის ქორწილია. გოგის. ხო, დიდი გოგის, პატარა გოგის ქორწილი. ძალიან მაინტერესებს, რატო არ ვართ ჩვენ დაპატიჟებული. ხო, რა ვიცი რა. ამას მოგვიანებით გავარკვევ, ხო იცი? აი მე თუ შემწვიდით იმ ქორწილში, მე ნახო მაგას. კლინიკა წასული იქნება ქორწილში და ხო. ბატონი ხარ ამას შენ, რატო? ხალხს მაინც მივაწოდებ. სუკას. რა გული ქორწილი, არი ნერვიულო, ხო არი მე შენგენაცო. რა გოგო ხარ, შენ ხარ ძალიან გული დასული. მიდი, მოიხურე, აშიქცინდეს, მიდი. რა გულია? ამეტინას ამი. რა კაცი, აიმუნობის დრო გაქვს სულ მთელი ცხოვრება გასწორდი. კარგად რა გინდა? ბიჭო, რა წამოვიკოტრიალდი აქ, ა? მომისმინე ხლა შენ. რატო ამობძანდი აქ თუ იცი? რატო დაგიბარეთ ამ ხელა ბიჭი, არ უნდა გაარკვიო, არ უნდა იცოდე, ა? საფუზე გაქურდეს სპანდერაშვილების ბინა. ხო და ფრთხილად იყავი, შენც მოგაკითხავენ მალე ქურდები. მოიცა, სპანდერაშვილების ბინა გაქურდეს ეგ გავიგი, მაგრამ მე მეორე ნაწილი არ მომეწონა. მოგაკითხავენ, დაელოდე. რატო? რატო და შენს მამიდაშვილს გამოწერილი იყო? კარგი გოგო. აი იყო ქეთევანი. მაინცო ფრთხილად რო იყო, რა ვიცი ხა ამ ძვირფასეულობა შემთხვევით რო არ მქონდეს რაღაცა ირაკლის სახლში, მარიკასი, რაღაცა ახლა. შეიძლება მორდა რაღაცა. დაჩუქარი შეიძლება კონდესო და ვინმე მართა იყოსო. მართალი ხარ. წავალი ხა მე ეს გამოტენილი ვარ, აქ ჩამოვიტან. რა პრინციპში ხარ ამიშვილო? გინდა აქ ჩამოვიტან და გინდა ქურდე მაწაიო. წავედი კაცო მართლა ისე მივხედა იქ უპატრონი მე რა დააჯერებს ირაკლის რომ მე ხელი არაფერზე არ დამიდია კაცო. ეხლა რომ მიდიხარ ესე კაცო. იარაღი და აქ რაღაცა გაუმკლავდი ამ ქურდებს, ა? შენ ჩემი კიბილი არ გიგონია. მოდა მაքի არა.
მიდი, ხილად იყავი, მიდი. რა კივილი უნდა იცოდეს ახლა, ამან რა კივილი? ეხლა ეს ვისაშინებს. კივილზე თუ მიდგა საქმე, ისეთი შეკივლება ვიცი. კურდები კი არა, ქალაქის ევაკუაცია გამოცხადდება. გინდა გაჩვენო? არა. აბა მოვიდეთ. რა პიჭები იქნება ეს ნახოთ რა. აქედან მეგარ შემოვლე. სხვა საიდან შეიძლება? ვაი? ვიდეოს. აი მე. სუხუდები მე რა შემიძლია. ეს არა. გოგის არა თუნდაც გამიო. ზოგადად არა. მოდი თაბა. ბიჭები ხარ. ეხა ორი მომელა. რომელი ხარ? მე ვარ. მოიცადე ერთი წუთი. ეგრე კი არ არის. ვერ გაიგე შენ არის პირველ საფუძვზე სპანდერაშვილები რო გაქურდეს. ვაა! ნახე შენ? გაგიკვირდა ხო? მეც გამიკვირდა. აბა ამ დროში ქურდობა გაგიგია კაცო. მე არ გამიკვირდა კაცო, მეც გამიკვირდა ეს სპანდერაშვილი რანაირი გვარია პირველად გავიგე. რა მშვიდობა გვარ? რა მშვიდობა? ის ხო გახურდეს. ეხლა ჩვენ მზადდა იყო და ჩვენ არ გაგხურდა. მე რანაირად უნდა გავქურდო რა გამცხოვრო. აი მაგით შეგეშინა და იმიტომ დამირეკე. რა შემეშინა? რა დასტო შემეშინა. მაგიტო ვერ დაგირეკე და მოგიყვანე. იმიტომ დაგირეკე და მოგიყვანე რომ ჩემი ხასიათიდან, ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე რომ ვინმე მოვიდეს საქურდი, რომ გამაკონტროლო რომ ესე დავკერებ შენ გადავიდე. რა არ გადავიმტვრიო. ბუქს ჯერ გადავიმტვრიო, გადავილიწო. აი დავშვიდი დათო ისე შენ დაფიქრე მართლა აფილი რა მოვიდე შენთან რა გაქვს რომ მოგპარო. მაგრამ ისე აი ეკა კიდე შეიძლება გააგზავნო. მაგაში არის სიმართლე. და ჩემ მომავალი ნივთები რომ მოიყო. არა, გინაცვლე ეგ მე არ მოწონს. ესე იგი ეს კამები და ისინი მაგითო მოიფიქრე. კარგი, იცი რა ვქნა და რა. მოდი ნიღბები მოვიტან მე ხა ნიღბებს. გავიკეთოთ ეს ნიღბები და თუ შემოვდეთ ძარცველები უთხრათ რომ ძმაო დაგაგვია და ჩვენ ძარცვავთ აქ. ეს მაგათი წესი. მე დავანებით. მაშინ ყეფა იცი? მოდი. ყეფა რა ძაღლის ყეფა აგი დაჯიქი კარებთან და დაიწყე ყეფა თუ ვინმე მოვა და იფიქრება სახში ავიძაღლიაო და აღარ შემოვიდე. მე შენ იცი? მე კი ვიცი, მაგრამ ჩემის არ შეეშინდებათ მე პატარა ძაღლის ყეფა. მე გაჩვენე გინაცვლე რა ყეფა კრავიდი, ღნავიდი არ გამაგონე ხა ის მაგდაგლიჯოდი. აუ, რა მაგარი რაღაც მომიფიქრე. ბიჭო, აი ნახე რა ვქნათ. აქედან გამოვაბა თოკი. მე ავდგე თავი პუნქტიანი მანქანა, ეს პუნქტიანი მანქანა დავაკავშირებ თოკით მაცივაზე მე გამოვაბა ყველაფერი იმის კარების ხელზე და როგორც კი ისინი გააღებენ მთელი ეს ყველაფერი ეცემა სახეში. მე დედაც მოვა. ფილმში ეგრეა. საერთოდ არ ვფიქრობ. კაჩი. კარგი. არა, აი ეხლა ზუსტად მივხვდი რაც უნდა ვქნა. აი ზუსტად ვიცი ეხლა რაც უნდა გავაკეთო.
აი რა და უნდა დავსხდეთ და რამე მოვიფიქრე. სტრატეგი ხარ რა. რა შეიძლება ყოფოს მაგალითად. აი ასე, მეგობრებო. ასე ისწრება. ეს აღეძო. ბალო ჩემო. ნუ მიტოვე თუ მინოს ჩიკაში. მე გოგი მიეხმარა შეიძლება რა. აი ასე ხო შეგძლებიათ. დიახ. ერთუთი. ერას ბურღავენ ბიჭებს. მაცადეთ რა. მაცადეთ რეპეტიციო, კაცო. ამ ხელა ქორწილში უნდა ვიყო თამადა. ყველა მე მიყურებს. ყველა თამადამის თქვა, თამადამის თქვა. ეს შეჭამა, ეს დალია, ეს მაცადეთ რაც ყნარად რეპეტიცია გავიარო რა. ეგრე რა. აჰა, მეუღლებო, შევავსოთ. კიდევ წაგეძლო მინდა, შემოგთავაზოთ, ჩემო ძვირფასებო. აბა. დიახ, თქვენ სამანალავერთ. თქვენთანაც. დიახ, ქალბატონი ლამარა, ქალების სუფრაზე, დიახ. ჩემო მეგობრებო, როდესაც ჩემი გოგი დაიბადა, ჩვენ ოჯახებს, დიდი გოგის, ჩემ ოჯახს, საერთოდ სამეგობროს, სანათესაოს, ჩემო ძვირფასებო, ორმაგი ბედნიერება მქონდა, ორმაგად აღნიშნავდით ამ დღეს. რატო? იმიტომ რომ ჩვენ აღნიშნავდით გოგის დაბადებას და სამწუხაროდ კავშირის დანგრევას. დიდი ვალოა. დღეს ჩემმა გოგიმ ცოლი მოიყვანა. აი, ბოლოში თუ ვერ დამინახეთ, წემლი მომადგა და მოვიწმინდეთ. ხოდა, ესაც ორმაგი ბედნიერება გვაქვს, ხალხო. ორმაგი ბედნიერება გვაქვს ჩვენ ოჯახებს ყველას. რატო? იმიტომ რომ ჩვენ დიახ, ერთად აღვნიშნავ გოგის გაქორწინებას და ვიზა ლიბერალიზაციას. აბა, ჩუს. გამარჯობა ირაკლი. ქაბატონონა, ეს რაღაცა ლუქსორი ეგვიპტე რამე, ნეფერტიტი და რამე, აბა ირაკლი. ასეთი თმის მარცხნილობები რო ყოფილიყო ჩემი ქორწილების დროს. იქნებ უკეთეს კაცსაც გავყოლოდით ცოლად. კარგი იყო ქაბატონონა რა. სამდიან მაგარი. რა შვები შენ? მზად ხარ თამადობისთვის? აბა, შეგედეთ, რა? რეპეტიცია, ქაბატონო. რას ლაპარაკობ? აი, აქ მაქვს ყველაფერი. ტრადიციული საგრძელოები, ჩავარიხინებ ამას, უპრობლემოდ. მერე, ესე იგი, აი, პერსონალურებზე რო გადავალ, ნახეთ, 27 კაცია, ქაბატონონა. მოიცა, არა გასულ. ეს მოადგილეების სია. აი, აქ ცოტა გამიჭირდება რა. რა ამბავია, ირაკლი? ვაიმე, ეს რა არის, ქაბატონონა, 27 კაცი, 36 საგრძელო მაქვს მომზადებული. 36, აი ესეთი, აი ცრემლები ვიცავ. ხოდა, ერთი 4 რომ მომაფიქრებინა კიდე, ისეთი ტრადიციული, თან ცოტა თანამედროვე, ქართული კარგი, 4 არ გაგძელოც მინდა. და 36-ს ხო დავაბრგვალებ ქალბატონს. 4-ის მოფიქრებას, ერთი ამოაკელი და დამრგვალდება. ზენი. ნამდვილად ზენი ხარ. მაშინ აი მასა მოვაგდებ. აბა ვის არ გაუმართლა? ვისაც უნდა და არ არიან იმათ. ყველა იქ იქნება და. ლექსი უნდა. სასწავლი მაქვს ლექსი. ხო, გიждდება გოგი. მაგას ყველა საგრძელო ლექსით უნდა. ყველა მაგისდება რომ იყოს კეიფი, იქნებოდა პოეზიის საღამო. აი ეს ლექსი უნდა ვთქვა, არ ვიცი, რომელიც საგრძელოს ვერე, მაგრამ უნდა ვთქვა, თორე ხმას არ გამცემს, არ დამელაპარაკება ორი თვე გოგის ამბავი, ხო იცი? დღეს ამ ოჯახში. თებში დაი. ნეფე პატარდლის სიყვარულითა. ყველა სტუმარი ვისაც აქ ხედა. ოჯახს, ტალოცავს სიხარულით.
აკარგი ლექსები ყარებია გოგის. დიდ გოგის. გიждდება თქო ლექსებზე თქო კაცო გეუბნებით. აბა. ირაკლი. იცი ამდენ ხალხს როგორ უნდა გააგებინო? ასამოთ ქავატონონა. აეროსპიტის კონცერტზე რა აპარატურაც იქნება, ის მოაქვს მერე დიდ გოგის ქორწილი. თან? რა მაგარი იქნება ქავატონონა? ჩვენ ცოტა ისე შევიდეთ, ცოტა ხალხის ხდება ხო იცი და ეს სანამნეფე დედოფალი რო შემოვა და ცოტა დაგვიანებით შევიდეთ და ასე შეგვხვდებიან. აი მეგობრებო, ჩვენ შემოგვიერთდა ირაკლი ჩხეიძის კლინიკა და ვით კლინიკის დირექტორი პატივცემული ირაკლი ჩხეიძე და თვით დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნონა ხომერიკი. როგორია? არა ხარნიხარ რო ცუდად. არა, კარგი ირაკლი, მაგრამ იცი რა შეასაქმე, მე ხელის მოწერაზეც უნდა მივიდე. ის ხუჭუჭა რო იტყვის თანახმავარო. მე მივდა აუჩეჩო. კარგია ქალბატონო. ისე ქალბატონო, მეც ერთი ხუმრობა მომამზადეთ თქვენთვის. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის და ამაზე კარგი დრო და ადგილი არ იქნება რომ ის ხუმრობა მე თქვენ მოვხსნათ. მედი გამოვში. ხდება გამოვში. ქალბატონო, სხვის ხორცილში უფრო ხშირად ხარ, ნამყოფი თუ საკუთარში? ვირი, ხოლმე, არ დამიტოვოთ, ვიდო, ციგებში, არ დამიტოვოთ. შენ სიკვდილი ხარ მე? რა, შენ პოლკოვნიკი დავით ალექსიც, მოგეწონა, ეხლა ის ფული, როდის უნდა მომცე ამ ფორმების რო ვიქირავე? გეყადრება სანდრო, როცა გეტყვი. როდი ეს წამი რა, შემახსნა, შევადარო ცოტა. რაღაცა შენი ისე არის, აი მე მგონი მე უფრო საშიში ვარ არა? მოიცადე საფკეს ჩავიხედო, მოთხოვე. აი ხამდე ხომ მეშინოდა რა, ქურდევის მოდის. ეხა მეწყინება რო არ მოვიდენ ისე. აი ხო, ვინა. პოლკოვნიკო დავით ალექსიძე. პოლკოვნიკო დავით ალექსიძე. აბა ეხლა შენ მითხარი მე ხედავ? რას? მე გეჯღამები ბიჭო რა გჭირს. აი მიდი. აბა შევის. შეშინე. კარგი, ვერ ხედავს. ხო. მე ლაშა შენახა ვერ გიცანები. ჩემი დროზე. კიდე შენ ვერ მიცანი რა. რა სპექტაკლია რა. თუ გინდა მე თუ გინდათ მე ვიქნები რიჩარდ მესამე. ოღონდ მე დავლიოთ რა. ეს ბაკლაში გიშდა დედას გავწე. მე? რას? პაპა გამისკდა გული გამისკდა. დამალევინე წყალი. ან არა. რა დაგალევინო გას. შენ რა მათ არ გიშნია ეს ქურდები დადიან აქეთი დაძწიან, არა, შენ სახშმაიც არ მოლеген, გლონდები არიან იქ. გამაგებინე რა მატრაკეთ, რა სპექტაკლი, რატო გაცხვიეთ, რა? ვერ ხვდები? ვერა. პოლკოვნიკი დავით ალექსიძე. სიკვდილი ამხანაგი სერჟანტი. კი არა და სერჟანტი სიკვდილი. ქურდებს ველოდებით? პირდაპირ ესე იგი კუდით ქვალ დავასრულებთ. აბა. ეგრე. რა მატრაკეთობა არის რა? ეხლა ვიღაცამ რომ მკითხოს მე, რა გამოდის, რომ რა საკეთებო რომ მკითხოს, მე უნდა უპასუხო, რომ ქურდებს ველოდებით, მე სერჟანტი და სიკვდილი. პოლკოვნიკი და სერჟანტი სიკვდილი თქო. როგორ არის რა?
კაი, დამატამალევინე, კაცო, ერთი დამესნია. შენ გამომხედი აქეთ ვაშკაც. შენ არ გონი ეს ახლა სერიოზული ხალხია ეს თქვი ვარ? აი ეს ხო შემოვა ეს კულტი, ხო? აი ამას ხო ხედავ, რომ გადავალეცავ თავზე. მე დაეხეთქება დაბლა დავასდები და დავქურდე. ო, მას ლაპარაკ. შენ არ გაგიგია ბიჭო, ქურდის ხო ვარო? მიდი ჭამე მიდი გემრიელა საბავშვო ბაღში ხარ არა გემრიელა ჭამე მიდი ეხლა და ხმას თუ იღებ მიდი გემრიელია მიდი წვენი კარგად ბოსტნეული ყველაფერი მიდი აი შემიძლია ცოდო არა ის ხარ მიდი შეჭამ აი ღმერთო ალბათ იდეალურად ჯანმრთელი იბადება ადამიანი ამდენ რამეს რომ უძლებს რასაც შემადამ გაუძლო რა იცი გოგო ამოიღეხმა რაღაცა მითხარი გამისკდა გული ამოიღეხმა რაღაც თქვი თუ კიდე არაფერს არ ამბობ ჩუმად მაინც იყავი გაჩუმ ვაიმე კაცო რა რაღაცა თქვი ეს ჭამე გახმა პური ეცი რა მოდი მაინც ვიტყვი რა არ მიდაჭამ კაცო Ачан, მე მაინც გონია რომ შეეწყობიან იცი ერთმანეთს თამარი და ზუკა. კი აბა, ნუ მე რა სამიშვილი ყავს, ხო გაგიგია რა. სადაც მიყვალ, იქ ავლიკვიდი უნდა დაიხურო და დაიხურავს თამარიც და ეგ არა. მე დაიხურავს კი თუ ეკნა კუდი და ხურვის დრო. ჩემ და სამდენი ბავშვის ხელში. კლინიკაში კარგად გავარდა. ადექი ეხლა თუ აღარ ჭამ ადექი. ადექი პური შეინახე არ გახმეს, მიდი ლაშას არ უყვარს მე გამხმარი პური. შეინახე ხავული რაში მას. გაინტერესებს რატო წავიდა ჩემი და კლინიკაში, მაშინ მოგიყვება. წავიდა, იმიტომ რომ სუკას უნდა ეჭყბოს, 1-2 კარგად შემოარტყა რა. აჰა. მერე ხო გადაკოცნის მოეფერება, ხო იცი რა ტიპია. პალატას ესე მოაწკრიალებს დაულაგებს, მერე აჭმევს. მერე ისე 1-2 შემოარტყავს და გამოიქცევა სახში უამრავი საქმე გვაქვს. აი მე აღარ მიდი აიღე მე ვერ ამჭამ. ხა თამარის ამბავი ვინ არის ის ქეთევა? გაჩირო ეგეა. შეხედე ამას გოგო გაჩერდი შენ ერთი წუთი. კეთევან მომისინე რა გეხვეწები. იცი რა ბიჭია ეს კაცი აი მარტო ეს კაცი აი უდედობას კი არ აღწნობინებს იცი ბავშვებს აი სამივეს იცი როგორ უვლის აი გაგიჟებული ვარ მართლა რა. იმანაც რა გაიგიჟა თავი სამი ბავშვი რა ამბავი. მაგრამ ხა თამარი რასაც შვება ეს ნამეტანია. შენ მოგდის ახლა ზედმეტი. ზედმეტი მოგდის ახლა დაუკვირდი. ნუ ხა რამ გაგიჟე ხა ესე თამარი. ნუ რამ გადარია. ნუ რა ახტა და რა გადადგა წუიდან. რამ გადარიაზე ვერ გაჩერდებოდი? აი მე კიდევა. რა იყო? იცი აი ეგურტის ფარაონებს იცოდი შულები ყავდათ ზუგაზე მეტი. ცოტა აკლია ახლა ვაჟბატონს ფარაონამდე. ეს მუმია ხარი. კეთინო. აქა ვარ. მოხვედი დაო. მოხვედი თამრი. Raguli comes gogo. Vina, sodi kai khadet basheb. Modi kai. Vaime, ეხლა მეყოლება 3 ბიჭი და 2 გოგო. ვინი ახავდა და გიზაჭვარი. მიდი გამომასე. შეაზე ხამ. წამოდით ბავშვებო დაიბანეთ ეხლა ხელები და უნდა ისადილოთ. მიდი, მოიცადე. რა შეუშვა ერთი რატი. მოიცადე ერთი რატის ბავშვებო. ცოტით მაცადეთ. რაგულიკა. ესე. მიდი შედი, შენ დაელოდებ. ხო, აი. მე კითხო. დაგ. ძალიან ძნელი ყოფილა პირდაპირ სამი შვილის დედობა. გაფსხამი. იამაყე პრებენდინა, იამაყე. აი ეცამბერა. შევიყოფილხარ. თამარ რამდენი წელი არ გიცნობდი თუ. დაგკდა. აი, ხო. დაგკდა იმას. დაიბანე ხელი? გამოდი, მოდი დაჯექი. მიდი, შედი. შედი. მოდი შედი, მიდი დროზე დაიბანე. ხო, მიდი. ხო და ახლა ვასადილოთ ეს ბავშვები. ხო, ვასადილოთ. გამოდი გოგო, საცხარ ამდენ. მოდი. დაი ეს მომენტი დავტოვოთ. კარგი. მოდი აკეთე. ბავშვებო.
ეს არის ქეთევანი. თქვენი დეიდა. სასიამოვნოა. ეხლა არ ვიცი სასიამოვნო იქნება თუ არა, მაგრამ ეს არის ანანო. თქვენი ძიძა. მიდი ეხლა დავუშვებ. მიდი. ძალიან დავიღალე მე. მიდიარე. ბავშვები ხო? ეხლა ძალიან დავიღალე. ჩვენ გავიცნოთ ერთმანეთი. გოგო, რა გასაუბრებლა მომოაწყვიათ, შიათ ბავშვებს, დაიკარგეთ. ბავშვება, აკავაჭებო, გაიშალეთ მხრებში. რამენა ყველაფერი გამოგვეცეს? ყველაფერი გაუმასპინძლდი დროზე. შიათ ბავშვებს, შიათ. მიდით ბავშვებო. აი, ყველაზე ბევრი ბიჭს დავდოთ. აჰა, ეს ეს. აი, მე ესეთი დაღლილი ვარ, რო. ორდები არის და გამოსწორდება. მოგლეთ. შემოიდა. შეგენასვალე მე. ხელის მოწერა არ გვინდა. მოდი აი ჩვენს აგდავა და ხორცლში გაგრძელებას გავამარჯვეთ. შეგენასვალე მე. ჩვენს ლეგენდარულ ირაკლი ჭყეიძეს გაგ თამადას გავამარჯვეთ. აი მე შეგენასვალე. როგორ სიამოვნებს, აი. შენ გაიხარა. ჩემო, ავთო, არაფერზე გიდართო. არაფერზე ნერვიულო მოგვარებულია ყველაფერი. სადღეგრძელო გავლილი მაქვს ყველა. ბევრჯერ თან. ის ვაგრძელო, ეს ვაგრძელო, ის თქვა, ეს ამით დავლე, ის იმით დავლე ყვა. გოგი, დიდი გოგი იქ არის უკვე. ო, რესტორანშია. აპარატურა მიიტანეს, ადგილზეა. ყველაფერი ღვინო ჩამოსხმულია. საჭმელი, ყველაფერი გამზადებულია. ერთი პრობლემა კი გქონია ჩემოავთო. მუსიკოსები. უფრო ის თურმე კლავიშებთან რო არის, გელა. თურმე მაგ გელას დაკრულს არაჩებენ. რატო და? თურმე მუსიკა რო დაიწყება, ხო? ეს გელა, ხო? აი კლავიშებთან მიდის და ეს ისინი ყველაფერი იქნება, აი ხუთიანი, ყველაფერი იქნება კარგად. კი, აბარა. რესტორნის დირექტორმა ვთხოვა, რომ თამადაო გაუმარს მოიტყვისო. გაუმარს მოიტყვის თამადაო. რას ლაპარაკობ, ავთო? 6 ადგილას მაქვს ჩასმული, გაუმარ, გასკე, რატო მოიტყვისო? რატო და ჯოსორო 1200 კაცი დააყოლებსო და იტყვისო. ჭერი ჩამოგვენგლევა თავი. გამაზი არა ქაურობა. ქაბატონო რა. ხო, მარიკა, ძალიან. იმდენჯერ ვარ აქ ნამყოფი. ირაკლი. რა შვები, შენ სვავ უკვე? მე? ხო. სვავ? რას ლაპარაკობ? მარიკა, რა თქვია სვავ? შემო ირაკლი. ხურდები. ხო. მოდი აი ჩვენ არაჩვეულები. ამას ქალბატონებს გავმართ. ქალბატონ ნონას და ქალბატონ მარიკას გავმართ. თქვენ გაგიმარჯვეთ ჩემო. გაგიმარჯვეთ. გაიხარეთ თქვენ. ივან შვიდობისა. მადლობე. გოგონა. სადა ვარ? ხორწინების სახლში ხართ ბებო. ოი! გილოცავ. ეგნიერი. ძალიან დიდი მადლობა. ბებო, შენი შვილი სალომეს ქორწილია. სალომეს. დიახ. უყურე მაგას რამხელა გაძრდილა. აბა, ქალბატონო სალომე, მე ხო გახსოვართ. მე გახსოვთ აი მე ჩირაღნეზე და მე ციხოვნეზე რო გიყვებოდით. მე ციხოვნეზე. ხო. მე ციხოვნე მახსოვს. თქვენ არ მახსოვხართ. მეფე პატარძალი მოდი. ჩემს მტრედელს და ჩემს გლიტებს გავუმარჯვეთ. უცხოებინათ ხაზა. გენაცვალეთ. ნაბიბო ქალბატონო ისა მარიკა გილოცავთ. ვაიმე რა თქვენ დირექტორის მეუღლე ხართ ხო? აუ ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. დიდი მადლობა. სალომე არა მარიკა. იულამან. აი მე კიდე კაი ქალბატონო რა ჩემი ხორცლია თუ რა ფიქრობდი ამკავით სადნავია რომ მეთქი. ოკეი. მოიცა გაგისწორო ეს კაბა. ავთო. გოგი. ჰარი გასურე ეს რა.
ამ ხელა ბიჭაკი გაცვია. რა არის? ეხლა გადაიფიქრო სამან უცებ აღარ მინდა ცოლის მოყანაო, რო თქვა. ისე გაიპარება ამ ბიჭაკიდან კაცი შვილი ვერ გაიგებს. მოდი ასე იყო. ეს სანიშოა ეს ბიჭაკი საიდან მოიტანა ბიჭო? მე უყიდე, მე. ხო, მაგას არ ვამბობ მე ეს კარგი ბიჭაკია თქო. გამშველა რა, ერთი სულ რო გავიხდი. აიხდი? ისე გაოდანონა. აი ახლა ვაგვირდები და აშკარად გოგო ჯობია. აბა ბიჭი არ ჩანს და. ახ. რატომ არ ვიწყებთ? კარგი? მოდი ჩვენს მეჯვარეებს ვახლავართ. ვის ახლა ხარ? სად ახლა ხარ? ვის ახლა ხარ? სად არიან მეჯვარეები? აუთო ნუ გამაგიჟე. შენ ახლა ხარ? მე ახლა ხარ? მოკლედ აი, შენ ახარ მეჯვარე. მე? ვის მეჯვარეები? აი რა. რა სიურპრიზია ირაკლი? ალბათანანა მოემზადეთ. თქვენ იქნებით ჩემი მეჯვარე? აი ეს ხო ძალიან მაგარი სიურპრიზი იყო. შენ არ უნდა გაგეფრთხილებინე წინასწარ? ისი მართალია რა წინასწარ არ უნდა ცოდნო რაღაც არ უნდა გეთქვათ წინასწარ რო. წინასწარ გითხარით, ანუ ხო არ დაწყებულა ჩეხლის მოწერა. გოგიდა, ირაკლი თამადა რომ უნდა იყოს. მე რა მოხდა მარგარიტა? თან თამადა იქნება თან მეჯვარე. თან. შეგენა. მოდი, გავმარჯოს ჩვენ მეჯვარე. გავმარჯოს. ვიქნებით თან ვიქნებით. რად არის ის ქალი აქ რომ უნდა იდგეს? მოდი, ბებო, გამოდი. გამარჯობა. თანახმავარ. გამოდი. გაბატონო, სადა ხართ ამდენ ხანს? მობძანდით. მივალმე ხო? ხილად გაბატონო. აბა? გამოდი, ბებო აქ. მოდროვე, თანახმავარ. აბა ჩემო მშვენიერო ახალგაზრდებო. მშვენიერი არ არის ეს, უსაქმური ბიჭია. დროზე დავამთავრეთ. ოხ, დროზე დავამთავროთ რა ხალბატონო რა. დროზე დავამთავროთ, კაცობს ბიჭი, სიძე შეფართხულა. აბა დავიწყოთ. თანახმანი არიან და მალე მოეწერინეთ ხელით. სალომე, თანახმა ხარ თუ არა? თანახმა ვარ. გამოდი. გეხვეწებით ხალბატონო რა. დაატმარი. მალე მოვაწერინე ხელით. არ გვინდა ეს ხინში, ჭირში, განსაცდელში, წკვარამში და იმას ღვარცობში გეხვეწებით რა. ხო. რაკიას ეგეჩქარება? ხო. რა ვიცი, გოგი მოვაწერე მაშინაც ხელით. ხო? მიდი, დროზე, მიდი. მაჩვენებსაც მოაწერა. რა. აი, აქ მე მოვაწერე. მოდი ბიჭო შენ აქ. მიულოცეთ ახლა ერთმანეთს და გადაკოცნეთ ერთმანეთი. რა ვქნათ? ბებო, რა გააკეთე? განახმავა. აჰა. გოგიშვილო, გილოცავ. მე პირადად გილოცავ თელი სულით და გულით და თავის ბედნიერად შეაბერდი სალომე ბებოს. მომასწორეთ და აქ ხალხს მომასწორეთ. რატომ ეს ნიღაბი რა აღარ ახარ საშიში? კი, ცხელა. ახლა და მართა რაგას რა თუ მოდის ეს ქურდი მოვიდეს რა შევაშინებ და წავიდეს მე მეძინება დავიღალი აღაში.
না ერთი ხახა ორი დავა მე